საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა ახალ ამბებს ლაშა უდიშელიძე გაგაცნობთ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა სოციალური პრობლემების მოგვარებასთან ერთად ცენტრალური საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას ითხოვს. დეტალები ნინო ბერიძის სიუჟეტში. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების მოსახლეობა რუსთავი ნაგების 9 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ითხოვს. აღნიშნული გზის მშენებლობის მოთხოვნით დღეს ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია სოფლის ცენტრალურ გზაზე გამართეს. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათ წლებია გზასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, თუმცა მისი მოგვარება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მოსახლეობა სოფელში სასმელი წყლის, ბუნებრივი აირისა და შიდა კომუნიკაციების მოწესრიგებასაც ითხოვს. არ გვაქვს ელემენტარული იმის საშუალება, რომ 12 და 15 ლარი ვაძლიოთ 9 კილომეტრში ტაქსს. ბავშვებმა იარონ, სკოლის მოსწავლეებმა აქვს ნიჭი, როგორც სხვა ბავშვებსა, ქალაქის ბავშვებს, ესეთი ნიჭი აქვთ ამ ბავშვებსაც, არ არიან ჩამორჩენილი გონების, ამიტომ ვერ დადიან, იმიტომ რომ გამოდიან მთელი დღე დგანან ტრასაზე, ვერაფერს ვერ მიყვებიან, ვერ მოყვებიან. ჩამორჩენილები ვართ ყველანაირად, რო იტყვიან, საერთოდ არ გრძნობთ თუ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობთ. არ ვიცი, რაღაცა კუნძულივით არის, ისე მიდის ტრანსპორტი, აქედან მიდის ტრანსპორტი, ჩვენ ვართ რაღაც გაუსაზრდის მდგომარეობაში, კანალიზაცია საშინელ მდგომარეობაში, აი სოფელში გარეთ რო ვერ დაჯდებიან ბავშვები, გარეთ ვერ გამოგყავს და ვერაფერი. ბაღი აქ არ არის, არაფერი არ არსებობს აბსოლუტურად და საწოდავად, აი პატარა ბავშვები დაყავთ რუსთავში ბაღში იმისათვის, რომ ბავშვმა რაღაც მიიღოს. ჩვენ ისე ვართ უკვე გამწარებულები და ისე ვართ აღელვებულები, დღევანდელ აქციას თუ შედეგი არ ექნება, ჩვენ ვითხოვთ, რომ აქ არ ჩატარდება არჩევნები. ნაგების მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით განცხადება გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაკეთდა. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ამბაკო ავალიანმა განაცხადა, რუსთავი ნაგების გზის მონაკვეთი გარდაბას არ ეკუთვნის და შესაბამისად მისი მშენებლობაც მათ პრეროგატივაში არ შედის. რაც შეეხება სოფლის შიგნით არსებულ პრობლემებს, მოსახლეობამ გამგეობას წერილობით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი ყველა პრობლემას დეტალურად შეისწავლის და მათი გადაჭრის გზებს განიხილავს. ეს სამხედრო მნიშვნელობის გზა არის და ჩვენ პრეროგატივაში არ შედის. არ გვეკუთვნის რა, უბრალოდ ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ არ გვეკუთვნის გზა ჩვენ. რაც შეეხება შიგნით თუ რამე ან კანალიზაციები ან რაღაცა არის დაზიანებული, წერილობით შემოვიდნენ და რა თქმა უნდა მაგაზე რეაგირებას მოახდენ. სოფელ ნაგების მოსახლეობის განცხადებით პრობლემების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი არჩევნებზე ბოიკოტის გამოცხადებას გეგმავენ. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა მორიგი აქცია გამართეს. მათი განცხადებით საყდრისის ძეგლი უცხოელმა ექსპერტებმა მოინახულეს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ კომპანია RMG-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და გარემოს დაცვის ინსპექციის წარმომადგენლები. კომიტეტის ცნობით ექსპერტებმა ძეგლის მონახულების შემდეგ ტერიტორია სხვა გზით დატოვეს და მედიის წარმომადგენლებს მათი მოსმენის შესაძლებლობა არ მიეცათ. კომიტეტისთვის უცნობია რა მდგომარეობაშია ძეგლი და სამი დღეა მიმდინარეობს ტყის გაკაფვა. ანუ ბულდოზერით ამზადებენ სამუშაო ადგილს, მაგრამ ეს იოლათაც არ აჩას, მარტო სამუშაოსთვისაც არ ემზადებიან, როგორც ჩანს, ესენი აპირებენ კულტურული ფენის სრულად მოხსნას იქიდან. ექსპერტების ჩამოსვლისთანავე მესამე დღე უკვე გააჩერეს ეს სამუშაოები ხისჭრის, დილაზე შემოიყვანეს კიდე ერთი ბულდოზერი, ერთი იქით თას არის მოფარებული, დაყენებული ყავთ. ეს რაც შეეხება სამუშაოებს და რაც შეეხება ექსპერტებს, აი ორი დღეა ისმება კითხვა, რომ ენდობით თუ არ ენდობით ამ ექსპერტებსო. აი რანაირად უნდა ვენდოთ, უყურეთ თავიდან ბოლომდე მთელ პროცესს როგორ შევიდნენ, დაათვალიერეს ყველაფერი და სამარცხინოდ გაიპარენ იქიდან. ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი, ჩვენ შევაკვდებით და საყდრის არ დავანგრევნებთ. ეხლა კომიტეტი ამ წუთებში თბილისში იკრიბება და დაანონსებენ დღეს ხვალ ზეგ რა უნდა გავაკეთოთ. პარალელურად ჩვენ აქ ვიქნებით, ხვალ კიდევ ჩამოვლენ. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში გამართულ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო. საბიბლიოთეკო კვირეული საზეიმო დახურვის ღონისძიებაზე 8 წლმოსილ ბიბლიოთეკარებსა და აქტიურ მკითხველებს სპეციალური სიგელები გადაეცათ. საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლებმა ახალი წიგნების შესახებ პრეზენტაციაც წარადგინეს. ღონისძიებას რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლეილა აფციაურიც დაესწრო. ჩვენ ამ ხალხის წინაშე ვალში ვართ, რომლებმაც წლების განმავლობაში გამოატარეს ეს საბიბლიოთეკო ცხოვრება პრაქტიკულად გაუსაძლის პირობებში
უხელფასოდ მუშაობდნენ, შენობები ჩამოართვეს, ინგრეოდა ეს შენობები, წიგნები ნადგურდებოდა, მაგრამ წიგნისადმი სიყვარული არ განელებიათ მათი მხრიდან გამომდინარე ჩვენს ბავშვებს. და ახლა დღესაც ცოტა ამდენი აქტიური მკითხველი ყავს რუსთავის ბიბლიოთეკებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ წიგნის კითხვაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. კომპიუტერი ვერ შეცვლის წიგნს ვერასოდეს და ჩემ შვილებთან მუდმივად კამათი და ჭუბი მაქვს იმაზე, რომ წიგნი წაიკითხონ, კომპიუტერი არსად არ გაიქცევა, ასე ვთქვათ. სხვა სამყაროს ქმნის წიგნი და ადამიანი გაცილებით უფრო მეტად ვითარდება, მისი გონებაც, მისი წარმოსახვაც, ფანტაზიაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისათვის სწორედ საბიბლიოთეკო ცხოვრება, წიგნის კითხვა და მე როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიბლიოთეკაროს აღვქვი, რომ ყველა პრობლემის გადაწყვეტაში, რომელიც ჩემ კომპეტენციაში იქნება, მიგულონ მათ გვერდით. ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა კვირეულის ფარგლებში. ტრადიციულად რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება წარმატებულ საქმიანობას მისდევს, საინტერესოს, კრეატიულს, ახალი პროექტებით, ახალი პროგრამებით და ყველაზე მთავარი ის არის, რომ დღითი დღე იზრდება მკითხველთა რიცხვი. დახურვის ცერემონია ყოველთვის საზეიმო ხასიათის არის ხოლმე და აქტიურ მკითხველებს, აქტიურ პედაგოგებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად მთელ რიგ ღონისძიებებში ჩართულები იყვნენ, მათი დაჯილდოება მოხდა. რუსთავში ბაღების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაღების გაერთიანების 4 ფილიალში მიმდინარეობს. სამუშაოები ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი სასწავლო წლისთვის კონტინგენტის რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 1200-ით გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ ბაღების რეაბილიტაციის ინიციატივა რუსთავის მთავრობას ეკუთვნის. განახლდა ფილიალებში სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი, კერძოდ 4 ბაღში 36, 27, 53 და 11 ფილიალებში დაიწყო სააღმრთელო ჯგუფების რეაბილიტაცია. გამარჯვებული კომპანია უკვე შეუდგა სარემონტო სამუშაოებს და მათ ვადა აქვთ 31 აგვისტოს ჩათვლით. შარშან თუ სექტემბრისთვის საშუალება გქონდა, რომ მიგვეღო 1400 ბავშვი, წელს ეს რაოდენობა 1200-ით გაიზრდება და ჯამში 1 სექტემბრისთვის ჩვენ შევძლებთ დაახლოებით 2600 ახალი აღსაზრდელის მიღება. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში მეგობრობისა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომანქანა და მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ავტოავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. მივდიოდი ძველ რუსთავში. ხო და ეს კრიმინალური საექსპერტო კრიმინალური სამსახური რაღაც ეს პატრულის მანქანა მოდიოდა ეგრე სიჩქარით რა, ანუ გაჩერებულზე ეგრე შემოვარდა და ჩამოუხიემე და უკანა კარებში დამეჯახა რა, მეუღლე და ბავშვი მისდნენ წინა გვერდზე სიდენიაზე. ხო და გავასწარი და უკანა კარებში რა კი უყურეთ როგორც არის დაჯახებული. პარტია საქართველოს გზის რუსთავის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე კობაიძემ წინა საარჩევნო შეხვედრა გამართა. მერობის კანდიდატი მეგობრობის პირველი ნომრისა და თავგორაშვილის 6 ნომრის ბინის მაცხოვრებლებს შეხვდა და წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო. ალექსანდრე კობაიძე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივებს არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა. ჩვენ შევხვდით მეგობრობაზე მცხოვრე მოსახლეობას. აქაც ფაქტიურად პრობლემები ერთი და იგივეა, არაფერი არ იცვლება, სურათი გვაქვს ერთნაირი. თუმცა მე პირდები რუსთავის მოსახლეობას, რომ ჩვენი მოსვლის შემთხვევაში და ჩვენ აუცილებლად მოვარდ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენი კონკურენტები ქმედუნარო არიან, იმიტომ რომ ეს ადამიანები აღარ იმსახურებენ ნდობას საზოგადოებაში და ჩვენი მოსვლის შემთხვევაში ის პრობლემები, რომელიც მათაც უხებს, დაუყოვნებლივ გადაიჭრება. მე იმიტომ ვიძახი დაუყოვნებლივ, რომ ჩვენ გვაქვს ეს პროგრამები, ჩვენ გვაქვს ეს ენთუზიაზმი. აქაური არის, ახალგაზრდა არის და იმედი გვაქვს, რომ რასაც გვპირდება გააკეთებს. წმენას არ ვკარგავთ და ვნახოთ რა იქნება. მომავალი გვიჩვენებს. ივანე შათირიშვილმა საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან მერობის კანდიდატის სტატუსით პირველი შეხვედრა გამართა. მერობის კანდიდატი საკუთარი საარჩევნო პროგრამის გასაცნობად მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს გეგმავს. შათირიშვილის თქმით, წინა საარჩევნო შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. მე დღეს მინდა გავაკეთო განცხადება, როგორც საკრებულოს წერმა, ასევე უმთავრესად, როგორც საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან პოლიტიკური გაერთიანებით, ქალაქის მერობის
კანდიდატად და მივმართო მოსახლეობას განცხადებით, რომ დავიწყეს შემოვლები აი ამ სტატუსით. ჩვენი პირველი პრიორიტეტი აუცილებლად და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გაერთიანების და ამ ადამიანების არის დასაქმების ნომერი პირველი პრობლემა, რომელსაც აუცილებლად გადავწყვეტავ. პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატმა თამაზ ბარათაშვილმა მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ პრობლემებზე განცხადება გააკეთა. თამაზ ბარათაშვილი ნაკვეთების მფლობელებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აღნიშნულ ტერიტორიაზე ბუნებრივი აერითა და სარწყავის სისტემით უზრუნველყოფას დაპირდა. ეს მიწები მოსახლეობამ დაიკანონა თავის დროზე, მაგრამ ამას სჭირდება განვითარება. მე ვესაუბრე ჩვენს მებაღეებს, ასე რომ ვთქვათ. მე თვითონ გახლავართ მებაღე და წევრი ვარ ამათი კოლექტივის და არის სურვილი და მოთხოვნა იმისა, რომ ამ დასახლებას, ამ მიწებს, ამ ნაკვეთებს მიეცეს სტატუსი ოფიციალური და შემდეგ, რა თქმა უნდა, თუ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ასე ვთქვათ, მე ვიზრუნებ იმაზე, რომ აქ ყველანაირი კომუნიკაცია გაკეთდეს. ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა ქალაქში ხვალ დილიდან დაიწყება. დღის პირველ ნახევარში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ომში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ, შემდეგ კი ქალაქის კულტურის სახლში გადაინაცვლებენ და საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან. ღონისძიებები ქალაქის თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება. ორგანიზება ფაქტობრივად მერიის, ქალაქის მერიის ხელმძღვანელობის მიერ არის. კულტურის ცენტრში აქ დავალებული კონცერტით მომსახურება, ამიტომ გარკვეულწილად ჩვენ უკვე ფაქტიურად დავასრულეთ პროგრამაზე მუშაობა, ფაქტიურად აკინძულია კონცერტი, ასე რომ 12-ის ნახევარზე პირდაპირ ვეტერანები გამოემართებიან ჩვენთან კონცერტს დაესწრებიან. გვირგვინებით შემკობა იქნება 11 საათზე, მარადიულ ცეცხლთან. შემდეგ 12-ის ნახევარზე იქნება ჩვენთან კონცერტი და შემდეგ რა თქმა უნდა ქალაქის ინიციატივით და ქალაქის მისვეურები ეპატიჟებიან ჩვენს ვეტერანებს საზეიმო ვახშამს. რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში 9 მაისს გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი ლოცვა აღევლინება. პანაშვიდს ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით დვალიშვილი გადაიხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელმა გააკეთა. სხრამაისია ფაშიზმზე გამარჯვების ესეთი გმირული თარიღი და ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ისტორიისთვის. ამ დღესთან დაკავშირებით რუსთავის საზოგადოებრივმა დარბაზმა გეგმა ერთგვარი პატივის მიგება ამ ბრძოლის მონაწილეებისათვის და იმ ადამიანებისათვის უშუალოდ, ვინც თავი შეწირა ამ დიდ გამარჯვებას, მსოფლიო მნიშვნელობის გამარჯვებას. ამასთან დაკავშირებით რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში შეიკრიბება წარმომადგენლობა და შეკვეთილი არის სამშობლოსათვის თავდაშეწირული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ფილმის ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან ჩვენება რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტი კინოსკოლაში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 40 სკოლა მონაწილეობს უფროს კლასელების მიერ მოკლემეტრაჟიანი ფილმის მომზადებასაც ითვალისწინებს. საპილოტო პროექტს ეროვნული კინოცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-თან თანამშრომლობით ახორციელებს. ასეთი პროექტი სკოლაში საკმაოდ დროულია, საინტერესო და აქტუალურია, რაზეც მეტყველებს ბავშვების ჩართულობა და მით უმეტეს მომავალი პროფესიის არჩევანში, როდესაც არიან და ორიენტაციას აკეთებენ, ბავშვები ამბობენ, რომ საკმაოდ ეს პროექტი მათ დიდად ეხმარება. ვაჩვენებთ ფილმებს, როგორც ძველს, ისე ახალს, ვუხსნით მართად დისკუსიას და რაც მთავარია შემდგომ პროექტის დასასრულს, მათ ექნებათ საშუალება თავისი დაწერილი სცენარის მიხედვით გადაეღონ ფილმი. ეს პროექტი მხარდაჭერილია სამინისტროების მიერ, კერძოდ კულტურის სამინისტრო, განათლების სამინისტრო აქტიურად არის ჩართული პროექტში. საქართველოს ჩემპიონი კრივში ნიკოლოზ ბეგაძე რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დააჯილდოვა. გიგი ტაბატაძემ რუსთაველ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა, მომავალში წარმატებები უსურვა და საჩუქრად სპორტული ეკიპირება გადასცა. შეგახსენებთ, რომ სასპორტო სკოლების გაერთიანების სპორტსმენმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული გასულ კვირას მოიპოვა. ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბეგაძე საქართველოს ღირსებას ევროპის ჩემპიონატზე დაიცავს, რომელიც სექტემბერში რუსეთში გაიმართება.
მინდა მივულოცო ნიკოლოზ ბეგაძეს წარმატება, რომელიც მან საქართველოში მოიპოვა, გახდა საქართველოს ჩემპიონი და უსურვო წარმატებები და შემდგომ ტურნირებში. ჩვენ თვითმმართველობა ყოველთვის ათავაზ წარმატებულ სპორტსმენებს ამოუდგეთ გვერდში დავეხმაროთ როგორც ფინანსურად, ისე სხვადასხვა საშუალებით. ყველა წარმატებულ სპორტსმენს დავაჯილდოვებთ ყოველთვის შეძლების დაგვარად გვერდში დაუდგებით. ეს ჩვენი საქმეა, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, სპორტულ საქმეს, რასაც ქვია. ჩვენი სკოლის აღზრდილი, სპორტ სკოლის აღზრდილი ნიკოლოზ ბეგაძე გახდა საქართველოს ჩემპიონი. ეხლა მიემგზავრება აზერბაიჯანში ძალიან პრესტიჟულ ტურნირზე, ალიევის ტურნირი ქვია ესეთი, თითქმის სოფლიო დონის ტურნირია საერთაშორისო და შემდეგ ქალაქ ანაპაში სექტემბერში რუსეთის ფედერაციაში იმართება ევროპის ჩემპიონატი, რისთვისაც ეს ბავშვი ძალიან სერიოზულ მზადებას გადის. ძალიან გამიხარდა ხარ მე რაც ჭირდებოდა, იმით დამასაც უქრეს და მომავალში მედონა უფრო მეტ წარმატებას მივაღწევ და უფრო დამიფასდება ჩემი შრომა. მხიარული სტარტები 2014-ის გამარჯვებული რუსთავის მეორე საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში გამართული ფინალური შეხვედრა, რომელშიც მეორე, მე-10, მე-6 და 25 სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ, საინტერესო გამოდგა. საბოლოოდ გამარჯვება წილად მეორე სკოლას ხვდა და დასკვნით ეტაპზე გამოსვლის უფლებაც მოიპოვა. მხიარულ სტარტებში სულ 24 სკოლა მონაწილეობდა. რუსთავიდან გადაინაცვლებს დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს და გარდება საქართველოს შესარჩევი. ანუ და ეს ჩემპიონები შემდეგ ვთქვათ რუსთავის ჩემპიონი მოდის თბილისში და თამაშობს საქართველოს ჩემპიონატს. მივულოცავთ მეორე საჯარო სკოლას გამარჯვებას მხიარულ სტარტებში. ისინი უკვე საქართველოს თასისთვის იბრძოლებენ, როგორც გამარჯვებულები. მთლიანად მხიარულ სტარტებში მონაწილეობდა რუსთავიდან 24 საჯარო სკოლა. ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემმა სკოლამ მოიგო და იმედია საქართველოს ჩემპიონები გავხდებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში თბილისში კომაროვის სახელობის თბილისის 199 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და ეგრეთ წოდებული ბიოს წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზანსა და მნიშვნელობაზე ესაუბნენ. მათი კამპანიის მიზანი ეგრეთ წოდებული ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა. სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები ეგრეთ წოდებული სამინისტროს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ვიმყოფებოდით დღეს კომაროვის თბილისის სკოლაში. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, ბავშვებმა დაგვისვეს ბევრი საინტერესო შეკითხვა და ჩვენც მაქსიმალურად შევეცადეთ ამომწურავი პასუხები გაგვეცა, ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა, როგორც სამართლებრივ საკითხებზე, ასევე სხვადასხვა საკითხებზე. გრძელდება ინფორმაციის მიწოდება სკოლებში მოზარდებთან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. შედეგსაც ხედავთ ნამდვილად ამ ყველაფრის მე ჩემი კლინიკის პრაქტიკიდან შემიძლია ვთქვა, რომ ეგრეთ წოდებული ბიოსმოუქების მოხმარება გარკვეულწილად აი ამ ინფორმაციის მიწოდების და ამ კამპანიის ხარჯზე გარკვეულწილად შემცირდა. ჩვენი სკოლა შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებულ ანტინარკოტიკულ კამპანიას. ჩვენ შევქმნით ჩვენი პროექტი, გავარკვიეთ ასევე როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში ამ კუთხით. ერთმა გამოყენებამ შეიძლება საზღარიზე გავლენა და შეიძლება საერთოდ სიკვდილიც გამოიწვიოს ჩვენ ცხოვრებაზე და ამიტომ ჩემი პირადი აზრია, ნუ დავიგრევ ცხოვრებას. სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ჰეროინს შეიცავს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცავებმა მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 აპრილს ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკასთან ახლოს მდებარე მარაბა და კარწახის მშენებარე სარკინიგზო მაგისტრალიდან 156 ცალი რელსის გადასაბმელი და სხვა მასალები მოიპარა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მომპარული სარკინიგზო მასალების საერთო ღირებულება დაახლოებით 6000 ლარს შეადგენს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამერიკელმა კოლეგამ ჩაკ ჰეგელმა პენტაგონში მიიღო. ორმხრივ შეხვედრაზე თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა.
ამერიკის თავდაცვის მდივანთან შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული. ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის უნარიანობის ამაღლებისთვის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას შეერთებულმა შტატებმა და თავად საქართველომ და მე შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს პროგრესი ამ მიმართულებით და ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმას, რომ საქართველოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მყარდება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრებს განაგრძობს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის კომიტეტების წარმომადგენლებთან გამართა. ირაკლი ალასანიამ მასპინძლებს საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კონგრესმენებმა და სენატორებმა ქართული მხარის მიმართ ნატოში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა ჩვენ დამატა. შევხვდით სენატორებს და კონგრესმენებს, რომლებიც ძირითადად უძღვებიან კონგრესში საგარეო პოლიტიკას და თავდაცვის პოლიტიკას. მათ აქვთ გავლენა თავდაცვის უწყებაზე და საგარეო პოლიტიკის შემქმნელებზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში და მე მინდა გითხრათ, რომ არის პრაქტიკულად ერთსულოვნება საქართველოს მხარდაჭერის, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერის და საქართველოს თვლიან საიმედო პარტნიორებად და ასევე მივიღეთ დაპირება, რომ სერიოზულად იმუშავებენ თეთრ სახლთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან იმისთვის, რომ საქართველოს დიდი პროგრესი ნახოს ნატოს გზაზე და ასევე ჩვენ აშკარად ვხედავთ ერთსულოვანებას საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლების საკითხშიც, ასე რომ ეს შეხვედრები გადაითარგმნება უკვე კონკრეტულ რეზოლუციებში, კონკრეტულ მხარდამჭერ განცხადებებში, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, იმუშავებენ საკუთარ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ის ამოცანების, რაც დასახული გვაქვს, მიღწეული იქნას. ვიზიტი მიმდინარეობს უაღრესად წარმატებულად კონგრესში, როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში. პრაქტიკულად სრული კონსენსუსია საქართველოსთან დაკავშირებით. კაფეოთ ჩანს, რომ გაზრდილია мотивация უფრო მეტი გააკეთონ ჩვენი რეგიონისთვის, კონკრეტულად საქართველოსთვის. რუსეთის რიტორიკა ცივი ომის ბუნდოვან კლიშეებზეა დამყარებული და მისი ქმედებები არ პასუხობს 21 საუკუნეში მიღებულ წესებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა. რუსეთის უკანონო და არალეგიტიმური აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უდიდესი გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოებისთვის მრავალი თაობის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი მოკავშირეების დაცვას პოლონეთის ჩათვლით, აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ესპანეთის პოლიციამ 2 ტონა ნახევარი კოკაინი ამოიღო. ნარკოტიკული საშუალება ანანასის ყუთებში იყო მოთავსებული, რომელიც ესპანეთში კოსტა-რიკიდან ჩაიტანეს. კონტეინერი პოლიციამ ქვეყნის სამხრეთით საპორტო ქალაქში დააკავა. კომპანია, რომელსაც აღნიშნული ტვირთი ეკუთვნოდა, მადრიდის გარეუბანში მდებარეობს. მისი ხელმძღვანელობა უკვე დაკავებულია. ბანგკოკის ქუჩებში საპროტესტო გამოსვლები განახლდა, ისინი კვლავ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ ის კვლავ ახდენს გავლენას მთავრობის გადაწყვეტილებებზე. ანტისამთავრობო დემონსტრაციები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სამთავრობო შენობების დაკავებით იმუქრებიან. ტაილანდის ანტიკორუფციული სააგენტო კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის კორუფციულ გარიგებებს იძიებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არკანზასში ჩავიდა, მან სტიქიისგან დაზარალებული რეგიონი მოინახულა და პირობა დადო, რომ ხელისუფლება ხელს შეუწყობს, რაც შეიძლება მოკლე დროში აღდგეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა. სტიქიის შედეგად შტატებში 36 ადამიანი დაიღუპა. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.